Kimanauri gidi სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი. წელიწადზე მეტია, რაც რუსთაველზე ვდგავართ და სხვა გამოსავალ, სხვა გზას მე ვეღარ ვხედავ. რატო ვდგავარ რუსთაველზე? იმიტომ რომ ჩემი ხმა, რომელსაც ვცდილობდი რომ ყოველთვის პოლიტკორექტულად მიმეწვდინა ხელისუფლებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისად ხმამაღალი და აღმოჩნდით იგნორში. მეც და ჩემისთანა ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი არიან და თქვენც დარწმუნებული ვარ, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს. მე და ჩემ თაობას ვერ შეგვაშინებ ისეთ ფრაზებით, აბა ომი გინდა, იმიტომ რომ ჩემმა თაობამ თითქმის 3 ომი ვინც გამოვიარეთ, ყველაზე მეტად ვიცით მშვიდობის ფასი და ვის თუ არა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა, წინსვლა და განვითარება ჩვენი შვილებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გამოვლილი გვაქვს ის უბედურება ჩვენს და ჩვენს მშობლებსაც და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მშობლები ზუსტად იგივე გზას გადიოდნენ 90-იანებში და ნუ თუ აღარ დადგა ის დღე, ის დრო, რომ ჩვენმა მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა უკეთესი ცხოვრება, უკეთესი სტანდარტები, უკეთესი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ჩემს თაობას ჰქონდა იმის საშუალება, რომ შედარებით უკეთესი განათლება მიგვეღო, კარგი ანაზღაურება და სამსახურები და ამან მოგცეს საშუალება, რომ გვემოგზაურა ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობამ შედარების საშუალება მოგცა, რომ იმ ქვეყნებში ბევრად იაფი არის პროდუქტები, მედიკამენტები. ძირეულ სუპერმარკეტებში, Lidl-ში, სადაც ყველა დადიხართ და ყიდულობთ ხოლმე, ფასები რო შეადაროთ, გადიждებით. იმდენად იაფი და ხელმისაწვდომია. სკოლები, საბავშვო ბაღები, ყველაფერი აბსოლუტურად ინფრასტრუქტურა არის მორგებული ადამიანებზე და ვიღაც ორი ადამიანი ჯიბეში არიდებს ამ ყველაფერს. ეს არის, რასაც ვითხოვთ. მარტივი რაღაცაა, ხო? უკეთეს ცხოვრებას ვითხოვთ, რომელიც დავიმსახურეთ და ხალხო, თქვენ გავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში ვინც არიან, იმ ადამიანებს ხელფას უხდით ჩვენ. ჩვენი გადასახადებიდან და ის ხალხი ვალდებული არის, რომ იზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენი კომფორტისთვის და არა მარტო თავიანთვის, ჩვენთვის და მე თუნდაც ვიყო მარტო ხელისუფლება ვალდებული არის, რომ მე მომისმინოს და ჩემი თვალსაზრისი გაითვალისწინოს.